ბევრ ადამიანს, მათ შორის ძალიან ბევრ უმუშევარსაც და ჩვენი ამოცანა არის, რომ თითოეულ ადამიანს დავეხმაროთ კვალიფიკაციის ამაღლებაში. თბილისის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქალაქის ყველა უბანში მეორე ხარისხოვანი შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია 2 წლის განმავლობაში დასრულდება. ჩუღურეთის რაიონში მამაძის ხევში გზის აღდგენა 3 კვირაა დაიწყო. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები 4500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდივრები. სამუშაოები სრულად ამ დღეში დასრულდება. მამაძის ხევში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. Zats კარგია, ყველაფერი რაც შეიძლება გაკეთეს, კაია, მაგრამ თუ სარგებელი ადამიანმა არ ნახა ამიდან, ყოველთვის იქნება უკმაყოფილება, ყოველთვის იქნება მეც იმის განცდა მაქვს, რაც არ უნდა ყველა გზა დავაგო, განცდა თუ ადამიანი არ მუშაობს, თუ ადამიანს პრობლემა დაახურავ იმას კარებს და გარეთ გამოხვალ შეიძლება კეთდება, დაახურავ ისევ ის უიმედობაში რჩები, ეს ყველაზე მძიმე განცდა, რაც კი შეიძლება ადამიანს დღეს ჰქონდეს. ამიტომ ეს განვითარება უნდა შემოვიდეს შიგნით, არა მარტო ასფალტის დაგებით ეზოთი, არამედ იმით, რომ სამსახური ჰქონდეს და მინიმალური ჯანდაცვის პაკეტით მაინც იყოს უზრუნველყოფილი. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული და მთავარი საკითხი. ჩვენს წარმოდგენები ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ, რომ შევცვალოთ რა გაგებით, რომ ხა მთავარი ადამიანს საბოლოო ჯამში ჰქონდეს შემოსავალი და ეს შემოსავალი იყოს სტაბილური. სამსახურში მიღებებისას უნდა გამოვრიცხოთ ნაცნობობის მომენტი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური მთავრობის გეგმა არის, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერი 4 წლიანი დაურიგდეს ყველა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახს. ანუ ეს არის თანხა, რომელიც ყველა ოჯახს შეუძლია გამოიყენოს თავისი, ესე ვთქვათ, საჭიროების მიხედვით იმ ჩამონათვალში შემავალი პოზიციები. ეს არის კომუნალური გადასახადი, ეს არის ვთქვათ, ბავშვს თუ წიგნი ჭირდება, სასკოლო სახელმძღვანელო, ეს არის ასევე ვთქვათ, წამალი თუ წამალი ჭირდება და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი რატოა, იმიტომ რომ მინიმალური ბაზა იცი, რომ აი ეს მინიმალური ბაზით ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი და უკლებლივ ყველა ოჯახი. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის სოლიდარობის აქცია, ვისაც თქვათ, არ უნდა მაინდა-მაინც შეიძლება დაეხმაროს სხვას.